მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Weather News-ის მთავარ გამოშვებას. შტატში განვითარებულ უახლეს ამბებს გაგასმოთ მე, ჯონი დელგადო. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ გაიგებთ. შტატი კრიზისშია. უმუშევრობის დონე საგრძნობლად გაზრდილია. რა კომენტარს აკეთებენ ამაზე მოქალაქეები? მოქალაქეთა მოსაზრებები ორად გაიყო. ერთი ნაწილი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას მთავრობის მიმართ, მეორე კი დუმის ამჯობინებს. ძვირფასო შტატის მოქალაქეობა, მე ვარ მარგარეტ მორიარტი და დღეს ჩვენ ვიმყოფებით შტატის ქუჩებში და ვარკვევთ თუ რატო ესეთი მძიმე სიტუაცია შტატში. შტატის მოქალაქეების უმეტესობა განიცდის ეკონომიკურ კრიზისს. ზუსტად დღეს სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, კერძოდ კი გუბერნიის წარმომადგენლები შეხვდნენ ქუჩაში. ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს, მივესალმებით სრულიად შტატებს. მოგახსენებთ ახლა პირადად მე დაცვა არ მისაჭიროება არანაირად, იმიტომ რომ თავს უსაუბრ გრძნობ შტატებში იქიდან გამომდინარე, რომ არა ვარ მოდი ესე ვიტყვი ცოტა წყალებში კორუმპირებული და სულ ყოველთვის სიმართლესკენ მივიწევ და სიმართლეს ვამტკიცებ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ შტატის ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი კორუმპირებულია? ნუ ეხლა მე ბრალს ვერავის ვერ დავდებ, მე პირადად ჩემ თავზე ვისაუბრებ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ მე არა ვარ კორუმპირებული, მე მხოლოდ სიმართლესკენ მივიწევ და ჩემი იარაღი არის, ესე რომ ვთქვათ, წიგნი. მე არ მჭირდება არანაირი დაცვა და რა თქმა უნდა არ მჭირდება არანაირი დაცვა და არანაირი ზედმეტი ხარჯები. რაც შეეხება შტატებში მუშევრობასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, თუ არის ძალიან ბევრი სამსახური, სადაც შეიძლება დასაქმდნენ, არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი შტატის მაცხოვრებლისთვის, უბრალოდ ეს არის, რომ არ უნდათ მუშაობოთ, თორემ მე მიმუშავია მაგალითად ფერმერთა მიმუშავია. თქვენ ამბობთ, რომ შტატის მოქალაქეების პრობლემაა ის ფაქტი, რომ ისინი უმუშევრად არიან. შტატის უმუშევრობის პრობლემა ის არის, რომ უბრალოდ სიზარმაცე არის, რა თქმა უნდა და არ უნდათ მუშაობა, ანუ დიახ ბატონო ბენე, მე თქვენ 100%-ით გეთანხმებით, სიზარმაცეა. რა თანამდებობას იკავეთ ბატონო ბენე, რომ გითხრათ? მე უშუალოდ ვიკავებ თანამდებობას, გუბერნატორის მარჯვენა ხელი ვარ და შეთავსებით კანცლერიც. დასაგებია. თქვენ იცით რამდენია მაგალითად თუნდაც ავიღოთ ნებისმიერი სხვა სამსახური რაც სახელმწიფო სტრუქტურას არ უკავშირდება, კერძოდ მაგალითად ავიღოთ ტაქსისტი საათში რამდენს გამოიმუშავებს? ძალიან დაახლოებით გაქვთ ინფორმაცია? აი, ჩემი ინფორმაციებიდან გამომდინარე, მე ვიცი როგორი რაღაც არის მანძილის გააჩნია სადგურის კერძოდ. დღიური შემოსავალი ტაქსისტის არის დაახლოებით თუ კარგად იმუშავებს 50,000-მდე ადიან. თქვენი დღიური შემოსავალი რამდენი შეადგენს? და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს. მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩვენ ისედაც ინფორმირებული ვართ რამდენი შეადგენს, უბრალოდ უშუალოდ გვაინტერესებს თქვენ რას გვეტყვით დიახ. ჩემი დღიური შემოსავალი ესე გაწერილი არ არის. დიახ. გააჩნია როგორ მუშაობდა. 50,000 აკეთებთ დღეში. უშუალოდ ცოტა მეტს. ცოტა მეტს. ვარ მოვიტყო სადაც. დიახ, როგორც ეგრეთ წოდებულად ვიტყვით, გამომუშავებაზეა. ანუ სახელმწიფო გუბერნია გამომუშავებაზე ყოფილა. რა როგორც ეგრე. მე უბრალოდ ბიზნესები მომდინარე, ჩემი დღიური შემოსავალი აჭარბებს 100,000 და ხანდახან 200,000-იც არის. თქვენ მშვენივრად ხდებით იმ მომენტში, როდესაც შტატის მოქალაქეებს პურის ფული არ აქვს, ბატონ კანცლერს თავისი ბიზნესებიც აქვს. აქედან გამომდინარე, ის ამბობს, რომ თუ ადამიანი მოინდომებს ფულს იშოვის. ყველა ოქროს კოვზით არ დაბადებულა, ამას ყველა მშვენივრად ხდებით. ჩვენ მოგვიანებით შემოგიერთდებით, გავესაუბრებით შტატის უბრალო მოქალაქეებსაც და გეტყვით თუ რა კრიზისთან არ დაუბადებული ვართ ოქროს კოვზით, ჩვენც ვიმუშავეთ, ვიწვალეთ. რა თქმა უნდა, ეხლა მე სანამ კანცლერი გავხდი, პირველი მაგალითი ფერმერი ვიყავი. მაგის ფერმერად მუშაობდი, ავტობუსის მძღოლათაც ვიმუშავია, ელექტრიკოსიც ვიყავი, მაგრამ ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს თანამდებობა დამეჭირა. დიახ, მეც კეჭი ვიყარე. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი მოინდომებს, შეუძლია მიაღწიოს ძალიან უმოკლეს მწვერვალს. ვიმშრომლე, ვიბრძოლე და დღეს ესეთი თანამდებობა. დასაგებია ბატონო. როგორც მოგესალმებით, ჩემი სახელი როგორია თოქს ვარგასი. ჩემი საქმიანობა ყიდვა-გაყიდვა ბიზნესი. რომ ამ შტატში ჩამოვიდი, ვიცოდი რომ აზრი არ ქონდა ყველანაირ შრომას, იმიტომ რომ არ ფასდება არანაირი შრომა და არ მიცდია საერთოდ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის თავის გარკვე, იმიტომ რომ უბრალოდ ტაქსისტიც უნდა იყოს დაფასებული რა. არა მარტო ადამიანებისგან, მას უნდა ქონდეს ალკი ხელფასი, რამდენად ეს რაც ეს ყველაფერი არ ხდება. ამიტომ ხალხს უწევს ბოდიშანს სიტყვისთვის
მათხოვრობა რომ ფული მაჩუქეთ, რაც ხალხში იწვევს გაღიზიანებას. ესეც არ შეიძლება. ხალხი არ უნდა გავაღიზიანოთ, უნდა მივცეთ მათ იმდენი ფული თავის პატიოსანი სამსახურიდან, რომ იყოთ და ასე ვთქვათ, ქუჩაში ფული არ ითხოვონ, გამიგეთ? და სანქციები არ მეხება. შეწუხებული ვარ ხალხისგან, ვის დანაშაულებისას ფული ჭირდება. უცებ და აგდებენ ფასებს, გამიგეთ? ტავარის, მანქანის ტანსაცმლის და მე ამიტომაც შეწუხებული. უბრალოდ შეგიძლიათ ქუჩაშიც მოახდინოთ თქვენი ბიზნესი, ყიდვა-გაყიდვა, სამათყოფოს წინ, ზოგჯერ, მაგრამ ისეთი ხალხი მოძრაობს, რომ გამარჯვების თქმაც არ მოგინდება. ზოგჯერ ესეც თავრობის ბრალია, იმიტომ რომ დგანან, ხელს გიშლიან ბიზნესის წარმოებაში, იმიტომ რომ ფული არ აქვთ, ნერვებს გიშლიან და მოკლედ ეს ყველაფერი არის ეს პრობლემებია გადასაჭრელი, რასაც უკვე დიდი ხანია დიახ, ბატონო, რითქდა კონკრეტეთ, რატო აბრალეთ თავრობას? თავრობას გამოიმოვა. იმაში დანაშაულებ, როდესაც მოვიყვან მაგალითს. მე ვცდილობ რომ გავყიდო მაგალითად ჩემი კოსტუმი რა. მოდიან ბიჭები. ეგ რა არის ძმა? უფრო იაფში მოცემ მე. უფრო ძვიშია ძმა, ეგ არ იყიდება ძმა. ფული მაჩუქეთ ძმა. ასე შემდეგ. ადამიანს რო ქონდეს ფული, ხო არ მოვა და მე არ შემიშლის ბიზნესის წარმოებაში რა. ბიზნესის წარმოებაში მე ბიზნესმენს ხეს არ უნდა მიშლის არა. თვითონ ჩემის მაგაცებს. ამიგე? თვითონ კიდე ფული როცა არ აქვს ადამიანს, აგდებს ტავარის ფასს. ეს არის ჩემთვის წაგება. მე თუ მაგ გადახდები 5 მილიონი და მყიდი 6 მილიონში და ვიღაცას რომ ფული არ აქვს და ეჩქარება და ყიდის 3 მილიონში, მე არ მაწყობს, გამიგე? ამიტომ ყოველას უნდა გქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ ბიზნესის ბირჟა არ გამიფუჭოს, არა მარტო მე, ყველას. მადლობა. ეხლა მთავრობას რას აბრალეთ, ანუ თავრობას იმას ვაბრალებ, რომ ადამიანს მარტო გადაყიდვებით არა, სხვაგანაც უნდა გქონდეს შემოსავალი. თქვენთან იყო Weasel News-ი და მისი უცვლელი წამყვანი ჯონი დელგადო.